კარგი გამარჯობა YouTube მოგესალმებით მეგობრებო ჩვენ ახლა ვართ დაპირებულ გამოფენაზე როგორც დაგვირდით სასტუმრო პულმანში უმაგრესი ხალხია ჩამოსული პირველ საათზე გაიხსნა გამოფენა და უკვე საკმაოდ ხალხობა ეხლა ჯაბასთან გადავალ ერთ ორგანიზატორთან თქვენთვის ყველაზე ასე თქვა ჩვენთვის ყველაზე ცნობილ ადამიანთან ცნობილ მედანესთან და ორგანიზატორთან და ის უფრო დეტალურად აგვიხსენებს ყველაფერს. წავით ახლა მაგარდანები გელოდებათ. გამოიწერეთ ჩემი ახლა ახალ ვიდეოში შემოგთავაზებ. მოვიდა ჯაბაც. მოვედი მოკლედ. გენაცვალე, როგორც ყოველ. კიდევ ბევრი წარმატება შენ ჯაბა რომ აი ესეთ მაგარ საქმეებს აკეთებ და ორგანიზებას უკეთებ. გაიხარე, მადლობა. ვასკა, მოკლედ დღეს ძალიან საინტერესო დღე გვაქვს. დღეს მართლაც რომ საერთაშორისო გამოფენა გვაქვს რა, იმიტომ რომ უამრავი მონაწილე გვყავს, აი რო გადახედო ყველა მაგიდას, ფაქტიურად ყველა წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც აქვს ისტორია knife making-ის რა. შესაბამისად, მოკლედ საკმაოდ საერთაშორისო გამოფენა გამოგვივიდა და ამ კურსითვე გავაგრძელებთ რა. მოდი აი დავიწყოთ. ჩვენი მარჯვნიდან დავიწყეთ, როგორც ყოველთვის დავიწყოთ. კი. მაიკლ ანდერსონი, შვედეთის წარმომადგენელი. Hello. და ვასკა აი მინდა რომ უბრალოდ გადაავლო თვალი აქ რა ხდება რა. ეს არის მის მიერ 나ჭედი ფოლადი და ნუ შესაბამისად თავის მიერ დამზადებული наჭედი. აბსოლუტურად. ეხლა ცალსახად ყველა რო არის handmade, მან აბსოლუტურად არ არის. This is mammoth, right? Yeah, mammothის ტარით. შევეხო ხო შეიძლება? Can he touch it? Of course. ერთო ჩემო ხალხო ეს ხმალი მინდა რა ხმალი არის ეს რა შრომა კი ეხლა ჩვენმა გამომწერებმა უკვე იციან ჯაბა რო ანუ ასე თქვა ჩემთან ერთად ისწავლეს და მეც ვისწავლე ცოტა პატარა ვერთობით ხოლმე ჭედლობით მაგრამ ნახეთ ხალხო დააკვირდით რა ნამუშევარია ხმალზე ხო ხმალი არის ხმალზე არის ნუ ეს რაღაცა სასწაულია რა ძალიან მაგარია სულ მეკითხებიან ხოლმე ჯაბა, რომ ყველა საინტერესოს ფასი. ხო, ნუ საკმაოდ მაღალი ფასებია, ამაზე ზაზაც გეტყოდა და მოკლედ კი. ეხლა ამაზე მომწერენ, ის ხმალი რაღაც. კი, აინტერესებს რა. How much is now? 10,000 $10,000. არ ღირს, ნახე. როგორ არ ღირს? 10,000 კი მეტი ღირს და. ოკეი, რა მაგარია. აი მაკალანთან ერთად იქნებაო ერთად. ძალიან მაგარია. თუ შეიძენო. Great. ესენი ალბათ 5 მაინც იქნება, ხო? What about this? This one is 5,000. ხო, აი სწორედ. და როგორ. This one is 3,300. Okay. Yes. And that one is 3,200. Yes. For that one. Yes. Sorry. 3,300 for this one, 3.5 for this one, okay. And 5 for that one. მაგარია. Very nice. ძალიან მაგარია. Need to remember everything. ძალიან მაგარია. ჯაბა, გადავედით შემდეგ გადავედით. გადავედით. ჩვენი არაერთხელ უკვე ჩვენ შოუზე მონაწილე ოსტატი მაიკლ ვესტი რომელიც აი ფაქტიურად ჩვენი ერთგული I'm saying that you are kind of a person who is always attending our shows already so yeah so I can't say anything that you are new or something like that so yes ხო აი მაიკლ ვესტის ნაკეთობები ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით აბსოლუტურად განსაკუთრებული დიზაინით აი უბრალოდ ეს მახსოვს წინანდელი იქნება კი აი ეს არის ძალიან საინტერესო ვასკა ეს არის ბობ ტერზოლასთან ერთად შესრულებული დანა ბობ ტერზოლა არის ამერიკის ლეგენდა რომელიც საკმაოდ ასაკოვანია უკვე და შესაბამისად მასთან ერთად ესეთი კოლაბორაცია არის წარმომიდგენია ხა როცა ადამიანი იმ ქვეყნად მიდის იმის დანები მე 4 მაგი ხდება კი ნუ მერს მარკნას yeah of course როგორი სურპრიზი ყოფილია ყველაფერს. მაგარია. You are the next and then we have another recording. შეხედით ხალხო რა მუშევარია უბრალოდ. არა ეს არ არის. $800. აქ არ მონაწილეობს არა. Okay. ხო, არა, ეგ ძველი შოუს ვიდეოა. კი, შენ მაისში. კარგი. ძალიან მაგარია. თითოეული დანა
ჯაბა არის აი ხელოვნების ნიმუში კი რა დავარქვა არ ვიცი კი უბრალოდ. ბატონო. თავის ფორმებიდან გამომდინარე. კი. ნამდვილად მასეა. ხო ეს რა არის. მოდი გადავიდეთ შემდეგზე. აბა თუ მიცნობს ერთი ახლა. წეს უნდა გიცნოს. ბერტი ახლა ჩვენი მეგობარია და აბა რა. ესე ვიტყოდი რომ ბერტი არის ფაქტიურად თანადამფუძნებელია რეალურად ამ შოუსი რა მოდი ესე ვთქვა ძალიან კეთილი კაცია. ამდენი ვიფრინეო წარმოიდგინე ტიპი და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა. მოახერხე წარმოიდგინე. ხო, კი, სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა. სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა. ნამდვილად და ბერტი არის მოკლედ ისეთი ადამიანი რომელიც ნუ აი ჩვენ გვერდში გვიდგას და ნუ ამ შოუს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მოდი ესე ვიტყოდი რა და მისი მონაწილეობა ჩვენ შოუზე არის უდიდესი პატივი რა, იმიტომ რომ საერთაშორისო დონის მეიქერია რა, საერთაშორისო დონის ისტოტია, ხო რა და რა მაინტერესებს ჯავიცი, ახლა ჩამოტანილი აქვს ეს ფოლადები, თავის მიერ დამზადებული. ბერტი არის ორმხრივად, ასე ვთქვათ, პოპულარული რა. ანუ ესე იგი, ნუ knife making-ი ცალკე თემაა, მაგრამ ბერტი ასევე ამზადებს ფოლადს, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ბერტის ყველაზე ცნობილი ფოლადი არის Dragon Skinny. You should remember him from the previous show. Yes. ჩვენ უწკაპუნეთი კაი აჭული ღვინოები ზარასთან. და ეს თავის გამოსილება კიდე პლუს კი. და კიდე ერთი რაღაც რაც მინდა ვასკავ, გითხრა, აი ნებისმიერი აიღე აი აქედან და აი გახედე აი ამ კონკრეტულ. რა კარგად დაიწყე ნებისმიერი აიღე და შეგიძლია ჩაიდო მეგობრებო. აი ამ ეტაპზე გახედე აი ამ კონკრეტულ იმას, ეხლა კამერაში მაგას ვერ აჩვენებ, მაგრამ ეს არის აი თვალით გახედე. აი რაღაც ჩანს. კი, აი უნდა გახედო. აი კამერაც აღიქვავს, უყურე? კი. გამოდიდებელია რა მაგარი. თეაკო როგორ ახარ? ამჯერად დროულად. კი, ძალიან კარგი. როგორ ახარ? ძალიან მიხარია, ძალიან გამარჯობა. მოგაკითხავ. Hello. აბა რა სიტყვაში? სკინი მობილი დაათვალიერეთ აბა თქვენი. ძალიან წვენს გარე? იცი რა, ეხლა დაიწყო. ცოტა, ხო. კი. აი დაათვალიერეთ თეაკო. მოდი ჯაბა, თან შენი ხმა იწერება, რო იცოდე. ხო, კი, აი რა გავაკეთო. არა, ვერ ბრძოლისავ. ხო, ნუ მოკლედ ბერტის ნაკეთობები არის, ნუ სასწაული დიზაინის. აი მისი უნიკალურობა ამ ფოლადის აი ამაში გამოიხატება რა. ეს არის Dragon Skinny. ძალიან ესე ქვია რა, ანუ დრაკონის ტყავი, ხო რა, დრაკონის ტყავი. მაგარი. 5000 იღის ეს. ვასკას წერთ, კი. ერთ წამ ხმაც იწერება და ეხლა ბატონ ზაზა სხვა ვარ. აი ჩემ მიკროფონს გადმოგიტან. ეხლა დიდი სიამოვნებით და აი ასე. მადლობა კიდევ ერთხელ და მადლობა თქვენ რომ მოდიხართ. ესეთ მაგარხავი გამაცანია. იმის გაგზელება, მაშინ რომ დავიწყეთ. ნამდვილად და კიდე იქნება გაგზელება, ეს მრავალსერიანი ფილმებიც წავა. კი. და როგორც ხედავთ, საუკეთესო ოსტატები არიან სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. და ჩვენი იდეა ხორცი ესხმება. მაგარი. თბილისში გავაკეთოთ საუკეთესო. კი, ბატონო და ახლო მომავალში იგეგმება კიდე როგორც მაშინ აღვნიშნეთ, ხო? ჩვენ გვექნება წელიწადში ორჯერ, იქნება დეკემბრის პირველი კვირა და მაისის პირველი კვირა. მაის პირველი კვირა. წელიწადში ორჯერ. კი. აქ ჩატარდება ისე თუ ჯერ არ ვიცით. არა, აქ გვექნება, იმიტომ რომ კარგი სივრცეა, კარგი ლოკაცია არის, განათება არის შესანიშნავი. კარგი აურაა და კარგია რა. შეესაბამება ამ დანებს ისეთი აურაა. ნამდვილად. მადლობა კიდევ ერთხელ ორგანიზატორებისთვის და რა ვიცი, ყველაფრისთვის. რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენთვის და რა ვიცი, საქართველოსთვის. გაგიმარჯოს ბატონო და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. კარგად ვიყავით. ესე იგი, ეს უკვე ზაზა რეუშვილის მაგიდა. ეს გადაღებული გვაქვს, ხო გახსოვს? ზაზა ამ შოუს სულის ჩამდგმელია, ყველასათვის ცნობილია, შესაბამისად აირად როგორ რა მიყვის ხოლმე იცი? სასწაული ნაკეთობებია, ხო რა, სასწაული ნაკეთობებია. ეს ხო ჯერ დახატა, ხო? ჯერ მოიფიქრა, რომ ესეც უნდა იყოს. ძალიან კაი სიახლე გვაქვს რა. ესე იგი, ალბათ შეატყვე, რომ ვისკი არის კარგად წარმოდგენილი, ასე ვთქვათ რა და ჩვენი ღონისძიების სპონსორია ვისკი მაკალანი. ვა, მშვენიერი და ვისკია. აი კონკრეტული დანის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მოყვება აი მაგალითად აი ეს კონკრეტული ვისკი პირობით 24 წლის
ძალიან იშვიათი კასკი. საკმაოდ ძვირადღირებული საკმაოდ და აქვე არის მაგიდაც წარმოდგენილი მათი, სადაც შესაბამისად შეიძლება ამის შვენიერი. მადლობა, მაგ ბევრი ესეთი სპონსორი გინდა. აი ძალიან. ბევრი ესეთი სპონსორი. მე მგონი შინაარსობრივად ძალიან ასე ვთქვათ ძალიან მაგარია. კი. ეს ჩასადებები, ესე ძაზასია? ესე ძაზასია, კი, ესე ძაზასია. ეს მარტო ჩასადებებია თუ? ესენი მარტო ჩასადებებია. სუკატალია ხო, კი, საკმაოდ მაგარი ნამუშევრებია. კი ბატონო. კარგი, მოდი გადმოვიდეთ. ეს ჩვენთვის ყველაზე დიმიტრი სტრელცოვი. Извиняюсь. გამარჯობა. დიმიტრი სტრელცოვი ჩვენი ერთგული მონაწილე უკვე ყველა ვიდეოში მყავს, ყველა ვიდეოში. ცნობილია ამას. ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას, ანუ საოცარი კალმებით არის წარმოდგენილი, საოცარი აქსესუარებით არის წარმოდგენილი, უკვე დანების კასტომიზაციაც დაიწყო და შესაბამისად მოკლედ ყოველთვის ძალიან ბევრი სიახლე გველის დიმასგან. აი ამებს როგორ აკეთებს ჩაბა რა? ჰა? ამას როგორ აკეთებს ჩაბა? ო, ეს არის საკმაოდ ისეთი წარმოიდგინე რა. კი, საკმაოდ რთული ნამუშევარია, კი ბატონო, კი. აი ეს თუ გახსოვს შენ, ეს წინაზე სუბუქესი რო არის, მოკიდე ხელი ნახე. აერია რა. ეს ამ ალიდან ინო არის მეთქი, გახსოვს რა ამაზე ვაღური. კი. ზაზა, ხო ზაზა. და, მე სტალი ჩვენი შემდეგი სტუმარი ვლადიმერ ბულკოვსკი, ასევე ჩვენი ძალიან ერთგული монაწილე. Мы уже начали как бы дружить с первого шоу, которое было еще на Руставели за прошлый год, так что Владимир ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას და შესაბამისად ჩვენი ძალიან ერთგული кайх მოვალ მოგეფერები. ესენი ახლებია. კი, ფაქტურად მოქანდაკეა რა. ეს არის აბსოლუტურად ხელით შესრულებული ნამუშევრები. რამდენი შრომა ამას ჩადებული ხალხო, ეხლა მარტივად მოვედი, ჩამოვატარე კამერა და რამდენი შრომაა ჩადებული აი ამებში. ძალიან და სულ ხელით არის შესრულებული რა, ანუ კი, ესენი სულ ხელით არის გაკეთებული. ულამაზესებია. ძალიან მაგრები. ულამაზესებია. აკეთა მაგიდან? მოდი, გადავინაცვლოთ სოსოსთან, ასნაივს ვიცნობთ, ასევე სოსოს ტაქტიკური დანები არაერთი პრიზიორია ამერიკული შოუების. და შესაბამისად წელს სიახლე აქვს სოსოს, ანუ მასიურად გადავიდა უკვე დასაკეც დანებზე და შესაბამისად, რაც ყველაზე მაგარია, ანუ ეს დასაკეცი დანები აბსოლუტურად გათვალისწინებულია ფიქსად გამოყენებისთვისაც რა, ფაქტიურად აქსის ლოკია. თავის მექანიზმია, კი, სოსოს მექანიზმია, კი. კი, ნინო სოსოს მეუღლეა. ძალიან მაგარი. კი. ძალიან მაგარი. ამასაც როგორი მაგარი ფორმა აქვს რა. ძალიან მაგარი. имени по поводу даже если они там если они хотят регулировать как наши что сначала должны быть именно массу разработаны, а потом это оплачивать стали насколько я помню еще остался за массу ძალიან მაგარი. კარგი. გადმოვიდეთ ჯამი. Арсена, ჩვენი სომეხი ძმა. Арсен, это Васо, очень известный блогер с Ютуба. Арсен наш брат. С Армении, он тоже с нами каждый раз вместе как бы рядом стоит и как брат, в общем, участвует на нашем шоу. Арсенას აქვს ეს სულ ხელნაკეთი დანებია, რომელიც აი არ გამოირჩევა, ასე ვთქვათ, აი ვერც იფიქრებ, რომ ეს არის ხელნაკეთი, იმდენად იდეალური fit and finish-ი აქვს თითოეულ მათგანს.
ზაზა ვიწერე, ხმა ვიწერება რა და ხო მიკროფონი მაქვს, მოვალ ახლა. ძალამაზე. საკეტი ამას როგორი აქვს? აი ეს სტანდარტულად სხვადასხვანაირი, ხო, ანუ არის ზოგიერთი ლაინერ ლოკი, არსენას მოწონს ფლიპერები, ასევე აქვს ფრონტ ფლიპერიც. ფრონტ ფლიპერიც, თან ნახე როგორი ფოლადი, როგორი ალღოვანი. ნახე რა ლამაზია. ძალიან მაგარი. არსენა მაგარდანებს აკეთებს ძალიან. და რაც ყველაზე კარგია, ანუ არსენა ჩვენ მეზობელ ქვეყანაშია, ანუ ფაქტიურად აქვეა, ხო. მე ნაყოფი ვარ არსენასთან სახლში მიმასპინძლა, წამიყვანა რესტორანში, მოკლედ ხო, ძალიან ისეთი კაი ურთიერთობა გვაქვს მე და არსენასთან. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. კარგი, მოდი. აქეთ ბატონი რომანი გამარჯობა. ბატონი რომანის ნაკეთობები ყოველთვის გამოირჩევა საოცარი დიზაინით, საოცარი კონცეფციით, რა ვიცი, აი მთელი ისტორია ხოლმე მოყოლილი მის დანებში. ძალიან მაგარია. ულამაზესი დანებია. ესეც სრულიად ხელნაკეთია და შესაბამისად ძალიან მაგარი. აუ ეს ლამაზია. მოვა. შეიძინე? მშვიდობაში. აი, შემახედი აბა? მე ხო გვირიანების ფედელი ვარ საერთოდ. კლასიკა. მაგარია. კაი კოლექცია კი დაგიგრობდა ჩემო მეგობარო, ისე შენ, ხო? შვილისთვის ყიდულობო წინაზე მითხარი. იდეაში შვილს დარჩება ბოლოს 100 წლის მერე, რა თქმა უნდა. როგორც ჩემო პაპის პაპამ, ჯიგარი ხარ. მამის პაპამ, აქამდე მე მომიტანა, მე ვარ ვაგრძელებ. გაიხარე ოქრო, ჯიგარი ხარ. გაიხარე მშვიდობაში. აი გამარჯობა. ვითომ არ გვინახავს ერთმანეთი გაიხარე. მოდი მიკროფონზე გაგიკეთებ ახლა. რომ ცოტა ისე ჩავწეროთ, რა ქვია. რომ ამიხსნა რა ხდება და ასე შემდეგ. მაგაზე არ გაწვალებ, მე თვითონ დაგიმაგრებ. აბა რა ხდება ახლა შენ მაგიდასთან გითხარი? ტრადიციულად უძინარი ხარ? მოდი ახლა დავიწყოთ. მოდი, კი. იმიტომ ხარ უძინარი რომ უნდა მოგესწრო. ნამდვილად. რომ ესაკეთებდი აბა? შეძლებს დაგვარად აგერ ერეკლეს ხანჯალი, რომელიც არის სპილოს ზვალში. აუ რა ლამაზია. ვერცხლით და ბრილიანტებით არის. ეს ბრილიანტებია ხო სულ ხო? კი, ეგეც უბრალოდ აწყობა ვერ მოვასწარი, თუმცა ეს პირი შენ დამზადებულია? პირი ძველია. ხო, ძველი იყო, მაგრამ მე განვაახლე მთლიანად. ეს როგორ გააკეთე ამაში? მოუხატეთ მას. ძალიან მაგარი. ყველა მეკითხება ხოლმე ფას რა. ეს ნიფტივით $7,000. $7,000 დღეს მეგობრებო, აი ეს ერეკლეს ხმალი. და მე თვითონ მკითხავ ძალიან იაფია. ეს უკვე გაყიდულია ხო? თუ არა? ეს არა. ეს დანარჩენები გაყიდულია. ეს გაყიდულია. ეს შეკვეთით არის დამზადებული და ეს გაყიდულია და ვთხოვეთ რომ მე პატრონებს ვთხოვეთ. ეს მახსოვს ეს სუ პირველი გამოფენა რო იყო მაშინდელია. ამით ძალიან ბევრი ამ ნივთით გწნობს, ასე ვთქვათ. კი. თავის ჩასადები, თავის იმით საფირის წამით, კი ბატონო. ძალიან მაგარი. გაგიმარჯოს ღმერთმა. რაღაც მარტო ხარ. ძმარა უყავი. აქეთ არ არის. არ არის. საქართველოში. წარმატებები შენ, ჯიგრები ხარ. გაიხარეთ, უგმესი მადლობა, აგრეთვე. მოვედი ჩვენ ძმებთან, ციმორთან. განაცვალეში. გამარჯობა. აბა რა ხდება? რა ვიცი. ხდება რაღაცები. აბა მითხარი. მოგე წავსდებით, ბევრი ახალი მოდელი წავსდებით. გამოფენაზე ესენი სულ ახალი მოდელებია ყველა. ლამაზები. ამის გარდა ეს ველია. პრემიუმ გამოფენის ფორმატიდან გამომდინარე, უფრო პრემიუმ მასალებით შესრულებული დანები გვაქვს ამ ეტაპზე. არის ბიუჯეტურები ზედა მხარე, რა თქმა უნდა. ეროვნულ ვალუტაში არ შეგეშინდეთ ეგენი.
ხო, ჩვეულები არ არის, იქ $2 ჩამოვატარე რა. ძალიან ჩვენ ღარიბები ვართ არა უშავს. ჩვენ ერთობლივად კარი პროგრამას გავაკეთეთ. მეგობრებო, სიურპრიზად შეგინახავთ, იმიტომ რომ ბევრ კაი რაღაცას ვაპირებთ და ჩვენ მეგობრებთან ერთად გავაკეთებთ რაღაც კაი რაღაცებს. აუცილებლად. გეგმებში რა გვაქვს კიდე? რამე გვაქვს გეგმაში? გეგმებში შემდეგი გამოფენა და იმედია რომ კიდე ბევრი ახალი მოდელი ვიქნება, დასაკეთებლები გვინდა რომ კიდე აქტიურად დავიწყოთ. ჯერჯერობით ტექნოლოგიები არ გვიწყობს ხელს, მაგრამ იმედია გადავლახავთ საქმე. კარგი მადლობა ზმერთ პრობლემებს და წარმატებებში. მადლობა. მოკლედ მეგობრებო, დღესაც სულ ეს იყო. გამოიწერეთ ჩემი ახლა ბევრ ახალ ვიდეოებს შენ მოგთავაზებთ. მადლობა ზაზას, მადლობა ჯაბას, ასეთი მაგარი ექსპოს ორგანიზებისთვის. აბა, დროებით.